როგორ შეიძლება ბუნებრივად მშობიარობას საკეისრო კვეთის შემდეგ? ქალისთვის ბევრად უკეთესია თავად იმშობიაროს, რადგან ორგანიზმს ამისთვის ყველა მექანიზმი გააჩნია. ხოლო საკეისრო კვეთა გარეთ ჩარევაა და გართულებების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბუნებრივ მშობიარობაზე. აბა, როგორ შეიძლება თავად იმშობიაროს საკეისროს შემდეგ? არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი. პირველი, საკეისრო კვეთის შემდეგ უნდა გავიდეს მინიმუმ 1 წელიწადი და ნახევარი 2 წელი. თუ გსურთ ბუნებრივად იმშობიაროთ, დაგეგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, რომ საკეისროს შემდეგ 1 წლის და ნახევრის განმავლობაში მოულოდნელი ორსულობა არ მოხდეს. აუცილებლად აკონტროლეთ წონა, კვება და მიიღეთ ვიტამინები. სანამ ორსულობის დაგეგმვას დაიწყეთ, აუცილებლად ეწვიეთ გინეკოლოგს და მიიღეთ ნებართვა ჩასახვის დაგეგმვაზე. მეორე, საშვილოსნოზე ნაწიბური უნდა იყოს მხოლოდ ერთი, ჰორიზონტალური და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ორსულობის განმავლობაში აუცილებელია მუდმივად აკონტროლოთ ნაწიბურის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ პლაცენტა ნაწიბურის ზონას გარეთ იყოს მიმაგრებული. მესამე, ნაყოფი უნდა იყოს ერთის სწორ პოზიციაში და მისი წონა მშობიარობის დროს არ უნდა აღემატებოდეს 3 კილოგრამ 700 გრამს. მაგრამ არსებობს სიტუაციებიც, როდესაც განმეორებითი საკეისრო ჩრილი სიცოცხლისთვის აუცილებელია. მაგალითად, იმ შემთხვევებში, როცა წელიწადნახევრიანი ინტერვალი არ არის დაცული, როცა ქალს უკვე 35 წელი აქვს, როცა ორსულობა მრავალნაყოფიანია, როცა ნაწიბური ვერტიკალურია, ან სხვა პათოლოგიებია. მშობიარობის ტაქტიკას ექიმი განსაზღვრავს. და რომელი მეთოდიც არ უნდა იყოს რეკომენდებული, აუცილებლად მიჰყევით მის რჩევებს.